რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტულია. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. პირველი გრძნობა, რაც ცოდვილ ადამიანს ამ ცოდვილ მიწაზე გაუჩინდა, გახსოვთ რა იყო? სირცხვილი. აი იმ ხილის ჭამის შემდეგ. ამათ ყველას ახლა მართლმადიდებელი ქრისტიანი რომ უწერია საკუთარ თავს და კაბინეტები ხატებითა და ილია მეორესთან ფოტოებით რომ აქვს გადაჭედილი. ამდენი უნდა იცოდნენ. ამიტომ ახლა კითხვა უფრო მაქვს ვიდრე შეგონება. სიტყვა შეგონება, სიტყვა გონებაა ფუძე და მაგის იმედი ამათთან არ მაქვს. კითხვა კი შეიძლება რიტორიკულიც იყოს. არ გწვენიათ, აი მართლა არ გწვენიათ. საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებული ბრალდებები მოვისმინეთ. აქ რამე არ გიტყდებათ. აი ეს არსება რომ ტრიბუნაზე დგას და ვიღაცებს ასწავლის საერთაშორისო პოლიტიკას, გლობალურ უსაფრთხოებას, მაკროეკონომიკას, კონსტიტუციის საფუძვლებს, დემოკრატიის საფუძვლებს. ამის გამო ყურები არ გიხურთ არავის. მაგრამ ხო ვთქვი, კითხვა რიტორიკულია. იმიტომ რომ ყველანი, ვინც ამ ამბასადორიელზე არიან ჩამოხვეტილები ახლა, ეგრეთ წოდებულ ამბასადორიელს, სუსტად ასეთებივე არიან. იქნებ უარესებიც. იმიტომ რომ ამას აკლია განათლება და დაუტოვოთ 1%-იანი შანსი რომ ვერ ხვდება რაღაცებს. მაგრამ დანარჩენებს ხომ აქვს დამთავრებული უნივერსიტეტები, დიპლომატიური აკადემიები, კურსები, მაგისტრატურები, დოქტორანტურები, ესენი ხომ ხვდებიან? ხომ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ არ ხვდებიან. რომ ხვდებოდნენ და საკუთარ თავს უტყდებოდნენ ამაში, აქ არის ხდებოდნენ. ელჩების კამპში არის ხდებოდნენ მაშინ, როდესაც ქვეყნის ღალატს სამსახურებრივად სთხოვენ. ახლა კი ქვეყნის ღალატი ამათი ყოველდღიური სამსახურია უკვე. ხანდახან ზედმეტად კარგი აღზრდა განაკარგია. ამას ახლა გოგი გვახარიას გასაგონად ვამბობ, რომელმაც ეს ვიდეო გაიზიარა, მაგრამ შინაგანმა წესიერებამ არ მისცა უფლება, რომ ადეკვატური რეაქცია სრულად გამოევლინა, სიტყვიერად. რომ მიხვდეთ რა შეიძლება იყოს ადეკვატური რეაქცია, ჯერ ეს ვიდეო უნდა ნახოთ. გაწყობა მინდა განახოთ საქართველოში, ესე იგი, როგორ ერთობიან რუსები და ეს მიხარია რატომღაც რომ აი ადამიანი რომ ერთობა და რაღაც სხვა ხალხი და ბედნიერია რა მნიშვნელობაა აკითხა ეს რუსი იქნება, უკრაინელი იქნება, ის იქნება, ას იქნება, აი რუსი ნუ ჩავიციკლებით ახლა მიხვდით რა არის ადეკვატური რეაქცია ამაზე. ადეკვატური სიტყვიერი რეაქცია, თუნდაც ემოციური. კი, ეგ ყველაფერი და ზემოდან კიდევ ამ ციციბურა კაცს აქამდე მუსიკაში მაინც თვლიდი ჩემზე კარგად ჩახედულად. მაგრამ აღმოჩნდა რომ თუ სადმეა ჩახედული რუსის უკანა გასასვლელია. სადაც ამისმა ხელისუფლება ამის დიდი დამსახურებით საქართველო შეიყვანა. უყვარს ბიჭს როცა რუსები ერთობიან თურმე. რუსი უკრაინელი რა მნიშვნელობა აქვსო? ვინც ჩემზე მეტი აკადემიური სიტყვა იცით, აუხსენთ ამ ორგანიზმს რომ მნიშვნელობა აქვს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ როცა ერთობა რუსი ვერ ერთობა უკრაინელი. და ორი მასტერკატვინი თუ შეგრჩენია საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდე. ჩემს ქვეყანაში თუ ოკუპანტი ასე კარგად გრძნობს თავს. იქნებ არ არის ეს მთლად კარგის ნიშანი. მინდა განახოთ რა როგორ ერთობიან ესენიც რა. იცით რას უსმენენ ოკუპანტები და მათი მყუარებელი გრეჩიხები ასეთი ექსტაზით? არც მე ვიცოდი. შაზამის აპლიკაციით ვიპოვე. გამიგიჟდა ტელეფონი აქამდე ბახის ფუგებზე ნაკლები არ გიკითხავს და ეს რა მოქსულია სადამდე დაცემულხარო. მაგრად გამლანძღა აპლიკაციამ და ბოლოს მაინც ამოიცნო. ეს ყოფილა იური შატუნოვის სიმღერა „სედაია ნოჩი“. ბიჭო, გრეჩიხ თავმოყარე მსოფლიო ვალერი გერგიევს, ნეტრებკოს, ბაშმეტსა და სიმფონიურ ორკესტრებს რუსეთიდან აღარ უშვებს თავისთან. მიუხედავად იმისა, რომ რეპერტუარში სულ როსინი, ჩაიკოვსკი და მოცარტები აქვს. აღარ უშვებს შეგნებულად. და ამ დროს შენ ხარ ვენახის ქვეყანაში ჩამოთრეული რაღაც იაფი ჭაჭით გაბიჟვინებული ვიღაც მამრები და მდედრები რაღაც ორნოტიან უბედურებას ვღავიან. აი ეგ თუ მოგწონს და გახარებს, მოდი ჩვენს პოლიფონიას მოусმენთ. შენ და შენმა რუსებმა კი ეგ თქვენი შატუნოები და კირკოროვები გაერჭეთ შიგ ხურში. მოსასმენად. წავიკითხე ეს თემურ თათარაშვილის Facebook-ზე და ეგრევე წავილე ხელი. რა ვიცი, კაცის წყელა ძლიერიაო, კაცის რო. ვინც კიდევ გაიხსენო გახრიას ყვერები, თუ კაცია მოდორეს, თუ ქალია არ ენახოს მის ცხოვრებაში.
თემუკა შე ბრუტალურო ჩვენ კი დავივიწყებდით ვისაც ნანახი არ გვაქვს მაგრამ შენ რომ არ გავიწყდება და სულ რომ გვახსენებ ჩვენს მაგას სად დავემოლოთ აგერ მგონი ორ კვირაში შენ თვითონ უკვე მეორედ გაგვახსენე მე მომწონს გახარია რითი აი ყოველდღე კაცი არის და ყველებიანია გაიგე არ ვიცი სად ნახე რა ნახე რა შთაბეჭდილება მოახდინა ასეთი გასაგიჟებელი ასეთი წარუშლელი მაგრამ ფაქტია გახარიას ყვერები შენი ცხოვრების თამდევი მეგზური ვარსკვლავი შეიქნა ორი ვარსკვლავი ალბათ ორი არ ვიცი არ მინახავს მეთქი აი გითხარი ეს და ისევ შემოწმება დავიწყე რავი ჭირი შენ მგონი არ ძრება გამონათქვამი ან კომენტარი გინანია ცხელ გულზე გაკეთებული რომელი გახარია ყვერები ვეღარ მოვიშორე ეს გახარიას ყვერები მოკლედ აი გამაგიშეს უბრალოდ ქალებისა კი რა გითხრა მათი სახელით სხვა მილაპარაკოს ვინ რა ნახა ვისი ისე მგონი ინტერესში კი ჩააგდე და ვიღაცები ფიქრობენ ეგებ ხირდეს ნახვათ თვალი შეულებად მაინცო თემუკა მოდი ჯერ შენ დაივიწყე და ნუღარ გვახსენებ ყოველ საჭირო თუ არასაჭირო დროს მერე კი იქნებ ჩვენც მივატოვოთ ცოდვილი ფიქრები ამაზე და დააგვჩეს გახარიასგან სახსოვრად სულ ორი რამ ორი სხვა რამ პარლამენტად წოდებულ შაპიტოში მის ფრაქცია წოდებული ბრიგადა და ის რაც ყველაზე კარგად უჩანს რაც არ იმალება და რაც ნახდათ და უიწყარია მისი გამოკვეთილი პროფილი არ ვიცი რომაული ქვი არწივისებური თუ სადაული და მესამე მისი პოლიტიკური ჩათლახობა რომელთაც მხოლოდ შენ დარჩი ასეთი აჩაროვანი და აკალდოვანი მთელს მსოფლიოში ჩემო თემუკა აჩაროვანი აკალდოვანი პირველი იანვარი ახალი წელი კი კოსმოსისთვის არაფერს ნიშნავს დედამიწა როგორც ბრუნავდა ისევე იბრუნებს სამყარო როგორც ფართოვდებოდა ისევე გაფართოვდება მაგრამ ნიშნავს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს ყველა შეაჯამებს ახლა 2025 წელს ვისაც არ დაეზარება ჭიქით ხელში მაინც ჩემთვის კი 2025-ში მთავარი ქვეყნის ენკავედიზაცია იქნება გაძაღლება უпроსტაობას შეუძლია გაიხსენოს მოგუდული საუბრების სამზარეულოებში როცა საბჭოთა რეჟიმის შიშით ხმამაღლა თითქმის ვერავინ საუბრობდა გაიხსენოს საიდუმლოდ როგორ უსმენდა ამერიკის ხმას რაღაცა რომ გაიგო რა ხდებოდა მის საკუთარ ქვეყანაში საბჭოთა კავშირში და გაიხსენოს რამდენი ადამიანი ხავდა დაჭერილი რეჟიმს პოლიტიკური მოტივით რამდენი ქართველი პოლიტპატიმარი გახსენდებათ 10 20 ახლა იცით რამდენია 100-ზე მეტი სულ სხვადასხვა მუხლით დაწყებული ვიღაც კალოშას ბანერზე რაღაცის მიწერით დამთავრებული ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულით ან ფოიერვერკის სროლით მუხლის მიუხედავად ყველა ეს ადამიანი ყველა ქალი და კაცი ივანაშვილის მძევალია ერთადერთი მიზეზით მათ არ უნდათ რუსეთში ცხოვრება თუნდაც საქართველოს ერქვას იმ რუსეთს მოკავშირე რესპუბლიკა ოლქი გუბერნია ნუ აი არ უნდათ და მორჩა ეს საკმარის მიზეზია რომ ივანაშვილი მათ პირად მტრევად თვლიდეს და უშვებდეს ციხეში 2025 წლის მთავარი შედეგი ზუსტად ესაა ციხეში ან ციხის მოლოდინშია ყველა ვინც უკმაყოფილების გამოთქმას ბედავს რეჟიმმა აჩვენა რაზეა წამსვლელი ოღონდ რეჟიმს აჩვენა რომ არავის აზრი არ აღელვებს გარდა რუსისა აღარც მეგობარი სჭირდება აღარც ალიანსი აღარც უნია იცხოვრებს ნარნარად ზაგრანიო დრუჟინსკი ხშტიკով როგორც იმპერიული კლასიკა გვასწავლის ოღონდ პუტინი ხავდეს კარგად ჩვენ რომ გვეგონა 2025 წელს უპრეცედენტო რაოდენობის პოლიტპატიმრები ხდებოდით 2026 წლის დადგომისას აღმოჩნდა სადაბანაობდო და ეს მანიაკი თუ ნებაზე მიუშვით 2027 წლის დადგომისას ვნახავთ რომ რეკორდი კიდევ ბევრჯერ მოიხსნება და პოლიტიკური მძევლების რაოდენობა გაცილებით მოიმატებს ოღონდ ამის ხმამაღლა მთქმელი შეიძლება უკვე აღარ დაგვჭეს გილოცავთ შობასა და ახალ წელს ცეცხლი ოლიგარქიას რას დავიდით იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან იაპონიაში გადაცემა და